საღამო მშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით. მინდა ჩავწერო ვიდეო ჩვენი ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრის ირაკლი ყობახიძის საუდის არაბეთში ვიზიტთან დაკავშირებით. როგორც ჩვენ ვიცით, ის იქ შეხვდა იქაურ მმართველებს, ჰქონდათ მათ მოლაპარაკებები, შეხვედრები და როცა საქართველოში დაბრუნდა, მან გამოგვიცხადა, რომ საუდის არაბეთი საქართველოში დებს $6 მილიარდ. მაგრამ მას ამასთან დაკავშირებით სხვა არაფერი ახსნა განმარტება არ გაუკეთებია. არ ამგონია არაბები საქართველოში ამხელა ფულს ქართველი ხალხის სიყვარულის გამო ან ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიმართ სიმპათიების გამო დებდნენ. ეტყობა მათ აქვთ რაღაცა ჩაფიქრებული დიდი პროექტი, რომელიც არ ამგონია ქართველი ხალხისთვის სასიკეთოდ იყოს. რომელიღაცა საუკეთესო ტერიტორიას მიითვისებენ ისევ არაბები, როგორც ის ხდება სხვა შემთხვევაში, საქართველო გავსებულია ისედაც ჩინელებით, ირანელებით და არაბებით, რუსებით და თურქებით თუნდაც და ჩვენი ქართველი ხალხი გახიზნულია საქართველოდან, არის სულ ყველა ემიგრაციაში. ჩვენ ვალდებული ვართ, სანამ გვიან არ არის, ყველა ქართველმა ადამიანმა ამოიღოს ხმა და მოითხოვოს ახსნა განმარტება ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისაგან. თორემ მერე უკვე გვიან იქნება ისე მალულად და ისე ჩუმად გააკეთებენ ესენი გასაკეთებელს, რომ ხალხი აზრზეც ვერ მოვა, როგორც ყოფილა ეს სხვა შემთხვევებში. ჩვენ ყველას გვაქვს კონსტიტუციით მონიჭებული თავისუფალი აზრის გამოთქმის საშუალება. ამიტომ მეც ჩემს აზრს გამოვთქვამ, ვისაც არ მოსწონს ჩემი აზრი, შეუძლია არ მიყუროს, შეუძლია ასკროლოს, სულ ეგ იყო რისი თქმაც მინდოდა. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.